დრამატული უკუსვლა და ტრაგედია. ასე აფასებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 99-მით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. კენჭისყრისგან თავი მხოლოდ 5 დეპუტატმა შეიკავა. 14 პუნქტად გაწერილი დოკუმენტის მთავარი სათქმელი ისაა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებრივმა მდგომარეობამ სერიოზული დაღმასვლა განიცადა. მიზეზი პარტია ქართული ოცნება მის მიერ ინიცირებული კანონები და არადემოკრატიული ნაბიჯებია. სტრასბურგში შეკრებილი დეპუტატების აზრით, ეს ყველაფერი ევროსაბჭოს მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ისმოდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოწოდებები. ეს არ არის რეზოლუცია, რომელიც საქართველოზე მინდოდა წარმოედგინა. ეს არ არის დებატები, რომელსაც მოველოდი ამ საგაზაფხულო სესიაზე. სამწუხაროდ სიტუაცია იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია. პირიქით, ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის. დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ განუწყვეტლივ გრძელდება. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები ჯერ კიდევ გამოუძიებელია. დაუსჯელობა გრძელდება. ძალიან ვწუხართ ადამიანის უფლებათა დამცველების ანგარიშების გამო, რომელთა მიხედვითაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი დაკავებისა და პატიმრობის დროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს. როდესაც წევრ სახელმწიფოს ანალიზს ვუკეთებთ ვეყრდნობით დემოკრატიის ქვაკუთხედებსა და სტანდარტებს. შეგახსენებთ, რომ ესაა სამართლის უზენაესობა, თანასწორი გარემო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც მთავარია ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ ვითარება საქართველოში ამ კუთხით შევაფასებთ, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ამ მიმართულებით ვითარება უარესდება. შექმნილ ვითარებაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე მცირდება. პარლამენტმა არ გაიწვია კანონი უსხოვრი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც აქ მრავალი განხილვის საგანი იყო და ჩაანაცვლა ფარას ქართული ვერსიით. ამასთან მიმდინარე კვირას ქართულმა ოცნებამ დააინიცირა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა უცხოურმა დონორმა, მათ შორის ჩვენმა უწყებამ, გრანტის გასაცემად ავტორიზაცია საქართველოს მთავრობას უნდა სთხოვოს. ეს განვითარებები რისკს უქმნის არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მედიაა. სამწუხაროდ საქართველოში მედია გარემო უარესდება. ოპოზიციის აკრძალვას რაც შეეხება. თუ როგორ ვექცევით ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას. ამით ფასდება დემოკრატია და ამ მხრივ არის უმძიმესი უკუსვლა. ჩვენ გსურს ვისაუბროთ პროგრესზე, სადაც ამ დარბაზში ვიხილავთ ორივეს, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩვენს კოლეგებს, რათა ჩვენთან ერთად განიხილონ ეს საკითხები. უმრავლესობით მიღებულ დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი ასამბლეის წევრობიდან ქართული დელეგაციის გადადგომის გამო და ნათქვამია, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა ვალდებულებაა და არა არჩევანი. ქართული დელეგაციისთვის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირების საკითხი კვლავ ღიად დარჩა, თუმცა იმის ხაზგასმით, რომ დემოკრატიული უკუსვლა რატიფიცირებას ხელს სულაც ვერ შეუწყობს. ბევრი ითქვა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის მიუღებლობაზე, პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და მათ დაუსჯელობაზე. შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე. ტექსტის სიმძიმის მიუხედავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისმოდა განსხვავებული პოზიციებიც, რომლებიც ქართულ ოცნებასთან დიალოგის გაგრძელებას და მათი არგუმენტების მოსმენისკენ იყო მიმართული. იანვარში მივიღეთ საქართველოს დელეგაციისთვის ერთგვარი სანქციის დაწესების გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. ჩემმა ჯგუფმა ამის წინააღმდეგ მისცა ხმა. მრავალ არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ დარღვევების დონე არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან და არ იყო ძლიერ განსხვავებული ევროპის საბჭოს წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნებისგან. ის, რაც საქართველოში შეიცვალა, არის ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია უკრაინაში 2022 წელს რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ. საქართველოს მთავრობაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ზეწოლა, რათა ის ჩართული იყო რუსეთთან ამ კონფრონტაციაში. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე არა პრორუსული პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა შიშობდა, რომ მათი ქვეყანა განადგურდებოდა ასეთ ომში. ვფიქრობ, არასწორია თუ კი ეს არის ქართული დელეგაციის სანქცირების ან დასჯის მიზეზი. პატივი უნდა ვცეთ გეოპოლიტიკურ მრავალფეროვნებას.
None of this can leave us indifferent. But it's for მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებით. სწორედ ამ მიზეზით ვფიქრობ საქართველოსთან ღია დიალოგია საჭირო. სირთულეების დროს დებატები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ რწმუნებათა სიგელების შეჩერების იდეას არ ვემხრობი. ვფიქრობ ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც შექმნის იზოლაციის რისკს, რაც ჩვენი ანსამბლეისა თუ ორგანოების მთავარი პრინციპებისგან კიდევ უფრო მეტ დაშორებას შეუწყობს ხელს. როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოზე, არ საუბრობთ მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე. საუბრობთ ხალხზე, რომელიც იმედის თვალით გვიყურებს. სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც აქტიური და გამბედავია. ახალგაზრდებზე, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის. მათ უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ღია დიალოგის შენარჩუნება ქართული ოცნებისთვის არ ნიშნავს, რომ მათთან სრულ შეთანხმებაზე მივდივართ. პირიქით, მთავრობას უნდა ჰქონდეს გამბედაობა, რომ აღადგინოს რწმენა საკუთარი თავის მიმართ. და თუ ეს არ შეუძლია, უნდა ჰქონდეს გამბედაობა მისცეს ხალხს უფლება თქვან სათქმელი ახალ არჩევნებზე. იმედი გვაქვს, რომ ქართული დელეგაცია მალე დაბრუნდება, რადგან დიალოგი დუმილს ყოველთვის ჯობია. checked. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ოცნების მიერ მიღებული უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელშიც დამატებით შეშფოთებას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლი იწვევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2003-12 წლებში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას. ეს პრეცედენტი ასამბლეამ დაგმო. უფრო მეტად კი ქართული ოცნების უცხოელ კოლეგებს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის გაცხადებული სურვილი აშფოთებთ. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მეთოდებით ქვეყანა რუსული სტილის სახელმწიფოს ემსგავსება, რაც ტრაგიკულია იმ ფონზე, რომ საქართველოს ურაღაც რამდენიმე თვის წინ დემოკრატიული მიღწევების თვალსაზრისით კავკასიის მოძინავე სახელმწიფო იყო. It's really a pity to see სამწუხაროა იმის ხილვა, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ გადაუხვია გზას. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა, თქვენ გსურთ გადაწყვიტოთ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა არ მომწონს თუ ომის დამნაშავების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის რისი გაკეთებას არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა. თქვენ უნდა მიჰყვეთ მათ, თუ თქვენ შეცვლით თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მსგავსი მოდელის მიხედვით, მაშინ ჩვენ პრობლემა გვაქვს. In January, this assembly adopted very powerful resolution on Georgia. პარლამენტი იღებს კანონებს, რომლებიც ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას, კრძალავს განსხვავებულ აზრს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაცვლად უფრო მეტ ადამიანს აკავებს. სიტყვის გამოხატვის უფლების მხრივ მდგომარეობა უარესდება. ეს ყველაფერი მზარდი ავტორიტარული ტენდენციების სახით ხდება. საქართველოს მთავრობა უნდა უსმენდეს ხალხს, ამის ნაცვლად აჩუმებს მათ. წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან 10,000-ობით ქართველი გამოდის ქუჩაში და აცხადებს, რომ მათ ევროპა სურთ და არა რუსეთი, მომავალი სურთ და არა წარსული. ჩვენი მოვალეობაა მათ გვერდით დავდგეთ, ვინც საქართველოსა და ევროპის დროშებით ხელში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მშვიდობიანად იბრძვის. საბოლოო რეზოლუციაში ასამბლეამ წამების არადამიანური მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტს დაავალა ეწვიოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით, რათა ამ მხრივ არსებული მდგომარეობა უკეთ შეფასდეს. რეზოლუციაზე დებატებს საქართველოდან ოპოზიციის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა იქ მუშაობა წლის დასაწყისში შეწყვიტეს. მას შემდეგ, რაც 29 იანვრის რეზოლუციით ასამბლეამ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მაშინ ქართული ოცნების დელეგაციას უფლებამოსილება შეეზღუდა და გამოსაცდელი ვადა აპრილამდე მიეცა.